არჩევნებამდე 10 დღით ადრე ბიზნესი ალაპარაკდა და პირდაპირ მოუწოდებს ყველა ბიზნესის წარმომადგენელს, რომ გაჩუმების დრო ახლა აღარ არის. თემურ ჭყონია, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი საქართველოში, BMG-სთან ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ დასრულდა ის დრო, როდესაც ბიზნესი ერგებოდა ხელისუფლებას და ახლა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ თავად მოერგოს ბიზნესს. ჭყონია საუბრობს ბიზნესის როლზე საქართველოში, ქართულ ეკონომიკაში და ბიზნესის გავლენებზე. BMG-სთან ინტერვიუში ის ასევე პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს უნდა გამოვიდეს 90-იანების პერიოდიდან, როდესაც ბიზნესი იყო წნეხში, მარწუხებში, საქართველოს ხელისუფლება ბიზნესს აკეთებინებდა ყველაფერს, ესეც უნდოდა, თუმცა ახლა დრო მოვიდა, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი და ასე ვთქვათ, ისე როგორც ეს შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, ისე როგორც ეს შეესაბამება ევროკავშირის ქვეყანას. წევრ ქვეყანას. იმ დიდი შრომის შედეგად, რაც ჩვენ ვიშრობეთ, რაც ჩვენ დოვლათი შევქმნით და მოვიპოვეთ ამ დოვლათით რაღაცა თავისუფლება, ესე ვთქვათ, განთავისუფლდით ბანკებისგან, წნეხებისგან, რაღაცა ბევრი, რა თქმა უნდა გამოვიდეთ ამ მედალით და მთავრობას აღარ უნდა ვერგებოდეთ. ჩვენ მთავრობა უნდა გვერგებოდეს ჩვენ. გამოვიდეთ მეგობრებო და დამთავრდა რამდენი უნდა ვიწოლოთ ახლა ამ ცხოვრებაში რამდენი უნდა ავაშენოთ რამდენი დოვლათი უნდა შევქმნათ რომ კიდე მორგების პროცესში ვიყოთ გამოვიდა აღარ მოვერგოთ რა მე მოგჭი არ ვიცი რომ ტრებად გავუჩნდეთ არა ის სტილი რომელიც ჩვენ გქონდა ცხოვრების მთავრობასთან ურთიერთობის ეს ათამამებს მთავრობას ირკვევა, რომ დღეს ბიზნესისთვის ყველაზე, ასე ვთქვათ, სანდოობით აღჭურვილი პირი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. თემურ ჭყონია პირდაპირ ამბობს, რომ დღეს ბიზნეს ხელისუფლების მიმართ ნდობა აქვს დაკარგული, თუმცა ერთადერთი, ვისაც ენდობიან, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. ჭყონია აქცენტს აკეთებს ზურაბიშვილის სწორ პოლიტიკაზე, ის რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც შეუძლია დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები დაალაგოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები განახორციელოს, ქართველი ხალხის ინტერესები მიიტანოს ბრიუსელში და ასე ვთქვათ, გახადოს ქვეყანა ევროკავშირის წევრი. ჭყონია ამბობს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტს ალტერნატივა არ აქვს შესაბამისად, ერთადერთი ვის მიმართ ნდობაც ახლა გააჩნიათ, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მე რასაც ვხედავ, ერთადერთი ნდობა, სიტყვის ნდობის თემა არის სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი. იცი როგორ არის სალომე ზურაბიშვილი არის მათიანი. ვისაც უნდა ველაპარაკოთ ჩვენ. ვისაც უნდა ვთხოვოთ მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ვიზა ლიბერალიზაცია, უამრავი რაღაცეები. ჩვენ შეიძლება ძალიან დიდხანს ვიაროთ, რომ მივაგნოთ იმ ადამიანებს, ვისაც ამის გადაწყვეტა შეუძლია. სალომე ზურაბიშვილს აქვს პირდაპირი გზა. აი პირდაპირ დობის ფაქტორია უდიდესი. დობის ფაქტორია უდიდესი და ხანიხან ფიქრობენ და საუბრობენ რომ სალომე ზურაბიშვილს დარჩა 2 თვე და მერე გადავირჩევთ რაღაცა. ვერ დამისახელებთ 5 კაცს პოლიტიკოს საქართველოში, რომელიც საპირწონე იქნება სალომე ზურაბიშვილის. საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბიზნესმენმა BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა ბიზნესის სახელით და თქვა რა პოზიცია აქვს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორს. ჭყონია ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი საქართველოსთვის ეს არის დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა და ქვეყანა მაერჩიოს კოალიციური მმართველობა, თუმცა ჭყონია მიანიშნებს იმაზეც, რომ პოლიტიკური განსხვავებების დრო ახლა დასრულდა და კოალიციაში უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია იმისთვის, რომ ქვეყანა დაუახლოვდეს ევროკავშირს და პარტიებმა გვერდზე უნდა გადადონ ყველა ის უთანხმოება, რომელიც აქამდე მათ შორის არსებობდა. ჩვენ გვინდა კოალიციური მმართველობა, ხო? მთელი მსოფლიო გვეუბნება. ესეთი გამრჭირვალე მოწოდება და გულახდილი, მეტი რა ქნა, დგას გვეუბნება, რომ თქვენ მეგობრებო, თქვენი მომავალი არის კოალიციური მთავრობა. და რატომა ჩვენ გონია, რომ კოალიციური მთავრობა მანდამაინც ოპოზიციური პარტიებისგან შედგებოდეს. კოალიციური მთავრობა არის მთავრობა, სადაც ყველა არსებული მთავრობა, პოლიტიკური მთავრობა, ხშირად საუბრობენ, მე იმასთან არ შევქმნი კოალიციური, იმას არ შევქმნი, იმას არ
ან მათემატიკა არ იციან, ან ჩვენ არ ვიცით კანონი, მე და შენ, რაღაცაშია საქმე, რაღაც გაუგებრობაშია. მე მათემატიკურად რო ვთვლი, იდეალურად მიმაჩნია, რომ კოალიციური მთავრობაში უკვე აღარ უნდა იყოს ოპოზიციური პარტია. უნდა იყოს კოალიცია. თემურ ჭყონიას მიმართვის ადრესატი არის სრულიად ბიზნესი. ის ამბობს, რომ ახლა გაჩუმების დრო არ არის და მათ შორის ბიზნეს სექტორმაც უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რომ ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი ხელისუფლების გავლენისგან და აქეთ ხელისუფლება უნდა ერგებოდეს ბიზნესს და არა პირიქით.